და რა შამიყარეს მეზობლები მე რა ვიცი სად არის მზია მოდი ბიჭო მაგა იპოვეთ არ არის აქ არ არის ო ნანო არ არის აქ ყოლასა მან დაგვირაბია გათხრილი პირდაპირ თელავში ამოდის ნადიკვარზე ეტყობა მაგას გაყვა ოღონდ ჩემაშინება რამე მაიფიქო და გადაიცუცლო იმით დედავატირე პულმანი უნდა დავყარო აი სამი ეხლა ბიჭო შენ რა აურიე გაიგე რემს ანაპარაკო კაცო მოდი დავავით აქ რო ხარ კაცო შვილმა მისმა ხო მოკლედო სადმეო თუ დამითრევო საპანაშვიდე სივცესო როა მაჩემი დავასვენო ოღონდ მოტირალები და ისინი შემდა გავუწყო მაგ საქმეს რომ მოტირალები იშოვო რომ დედაჩემ არიგზდოსო რომ აბნაელი მხრალი ქმარი ყავდაო ფულზე არა მაგ ბაზარი ამდესაც გინდა გადავიხდით მო მემრე რა კაცო რა სამი მაგარი იდეა გითხარი და მიმაბლოკეთ სამივეში და რა გავაკეთო აღარ ვიცი კაცო რა მაშინ იმას ვაგეთყვი რომ სერენა დაუგერენეთ გენიოსი ხარ ყოლა რა სერენა და მართლაც რო კაი აზრია მართლა ო ხვალ დილისთვის აქაურობა უნდა იყოს საპანაშვიდე სივცე როგორც უთხარით ფუსფუსი რუზრუზი მომტირალები რაღაცა მოკლედ ინარი სიტუაცია უნდა იყოს რომ გასვენების უნდა ხავი გავხადოთ ხალხი იყოს მაგრამ აბიჭო ფული პიკვინიაზე გითხება ფული შედი ბიჭო გელოდება რა სულ საჭებიდე ბიჭო გეუბნები შედი მეთქი კაცო დოზე მიდი კაცო მიდი შედი ხო შედი გელოდება ფიქრებს ჩემსას გაგანდო მოგონებები მათბობს შენი თვალები მახსოვს როგორ მიყვარდი ასე თუ მოგდებოდა ამ ჩამოს პაინაშვიდები ვერც არ მოვიდგენდი ო მაგრამ უხდა რა მკვდარი არ უნდა გამოილიო ბიჭო აიქა რა სამო რასაა შენ რომ ლაპარაკო ბიჭო ჯვარი მგეწევს და ბექა დაგვიბარო რასაა შენ რომ ამბობ რათა რა ფულზედაც ჯვარი უნდა გვეწერო გაჭედი ახლა ფულზე არა მაგრამ ახლა 1000 დღე შეიძლება ხო მან ახლა ასე ყოველდღიურად კი არ შეიძლება გაროჭე მოგეთ ხო ისე ეს პიყვინა და ჭირის უფალი სად არიან რათა გვიანებენ ამდენი ხანი ხასიათში გადამივიდა კლოვა გაჭედი ბიჭო გაჭედი ამ საქმეს აჩქარება არ ჭირდება მაგრამ მიგე ეს სტრაფა არ შეიძლება ამას დადინჯებათ უნდა გაკეთებ მაგრამ მიგე ეგე სერიალებში რომ ამბობენ ხოლმე სად არიანო და მე რო ჩნდებიან ხოლმე ეგრე არ მოიდგნენ კაი გამარჯობა თქვენ თუგაია დღესაც გამარჯოს ამერ ხარ თუ იცი რა ეიცარი ჭირისუფალი მოგლეთ ბიზნესმენი და კაი ადამიანი ბატონი ალექსანდრე არ არის ახლა ამდენი საჭირო უბრალოდ ლექსო ისამძიმრეთ ბატონი ლექსი უკაცრავად ბატონო ლექსო ხო გისამძიმრებთ ძალიან კი არა ნერვიულობს მაგრამ მე მაინც კი სამძიმრებ გაჭედი შენ დუქანებზე ნუტაკტო ვარგი ბიჭო აანებეთ კაცო მართალია ეს კაც ბაბა ჩემს არც ვიცნობდი ნორმალურად ეს უი და ლამაზი კაცი არ სოფელში არ უყვარდათ რა დიდათ რა საბორტი პაპა მაინცაც არ უნდა იყოს გამიგე კი ბატონო ვიცი და მაგიტომაც ვცემ პატივს ბებიაჩემი კი იყო გაშორებული, მაგრამ მაინც უყვარდა რა. ხო და ფაქტიურად ბებიაჩემს უდგავ ამ პერფორმანსს ახლა. რას უდგავო? რავი, პერფორმანსი თუ რაღაცაო, ხო. ისე კარგიაო, პერფორმანსები კარგიაო. ისა შენ მაცადე ახლა. მოკლედ აგერა ეს კაცი. ხო. და აგერ ხარ თქვენ. ხო.
მეილება და კეთახლა ერთმანეთს ისე რომ არც თქვენ დაგწნეთ გული, არც ამ გასდასწრეს გული და მე მით უმეტეს არ უნდა დამწყვიტოს გული. ახლა მეილება და კეთახლა. ლაპარაკებულია რა ფაქტიურად. დილით ეს 12 საათისთვის გადმოასვენებენ და პანეშტების დავგეგმოთ რა. ეგ არის რა, ხო. ეს ყველაფერი კარგი ბატონი. კარგი, მაგრამ ახლა მიხო უნდა ჩავაყენოთ საქმის გულში. მიხო თუ ჩავაყენოთ საქმის გულში, არ გამავაგამბავი. ო, მართალი ხარ, რომ დაგვაკლამზე და. ო, ეცაგაც ვერ გივიგი, ახლა მიხო ვინა ამისთან. ვინა იცი? მაგის სიტყვას დიდი ძალა აქვს ამ სოფელში გამიგე? მაგის გადაში არაფერი არ ხდება. ეგრეა. ბაბა, მეც მე ახლა უნდა გივიგო, მაგი მე. სადიღავით და გავიდე. მაიცა ახლა რამე იცაგაც ვერ გადაბრევენ ახლა ესენი კაცო. რა გულე ახლა ის კაცი არც იქინა დატოვონ, არც ახანა მე იყვანოთ თქვენ. აბა რაფერი იქნება ახლა გამაგები. კარგი კაცო დამშვიდი, დაგანახებ სახსა გადადით, მე ლაპარაკეთ და დაგტახდებათ, მხიარული კაცია, უყვარს ეგეთი იდეები. კია დაანახო. აბა გაკები შეეძბარებ და შეავხედები და მე მიხოს. ასე ჯობია კი? რა საბო მოგელა, ომი მაკლაზე დაემათა კაცო. დაგანახებთ მე თქვენ სახსა და თქვენ მე ელაპარაკეთ. სამო აბა ვიდი ძმაო, ვიდი მოღარ მოგელ მე ეხლა. ახლა მეუნები. მოდი კაცო, რა თან ერვიულობ, აბა მოდი. არ უნდა გეგებთხილებინა დედაკაცო, რომ შოთა და მიხო სასტუმროში მიდიოდნენ და არ დაიკარგებოდა. ეხლა სად ვეძებოთ, აბა? კარგი კაცოეთი, ნუ გეშინია შელა, მაგაი არაფერი მოუვა. მაგრამ ვიღაცებს შეიძლება მოუვიდეთ. ხოიც მაგაი თუ გედეკეტა. კარგი, ეხლა ნუ მაგიჯებ, კაცო, რეებს ამბუხჩენა. რავია, ბა, ხოიც რა შარიანი ხალია. ხარა შარში გაეხოვა ხარა შარში. ნედა მართლა არ გაგებთხილებინა, რომ შოთა და მიხო იქ მიდიოდნენ. რა ამოვიდა ტრიალდებოდა, ხო წარმოგიდგენია. რა სამო კალო. ხო ეგრევე ტაფაზე დახლილი კვერცხები ვინ გაუხდი და უბედურებ თავად. მიდი აბა, მიდი ერთი დაურეკე კიდე აბა სცადე აბა. ქართული ნომერი გამორთული აქვს. შვედეთის ნომერზე კიდე WhatsApp-ზე მივწერე, ნახა და არ მიპასუხა. რა სამო, რა შვედეთის და გაიგიშდი? ო, WhatsApp-ი შვედეთის ნომერზე აქვს. დავიდი მე რა, მეჩქარება და იქნება ეთერესაც გადავეყარო სადმე გზაში. აი, შენკი. არაფერი. მობძანდით? აჰა, გამარჯობათ. გამარჯობა, თემოდაი. აბა, აგერ ეს ჩემგან ცუდად არ გამიგოთ პატარა ზღვენი, ასეთ კილად მეყოლეთსო. ბატონ მიხოსთან გვაქვს საქმე თუ სახში ბრძანდება. ხო მშვიდობა? კი, მშვიდობა. მობძანდით, დავძანდით. კაი ამბავია. კაი ამბავი. ნუ ახლა ამისთვის ლად კაი ამბავი ბერა, მაგრამ მიხოსთვის არის კაი სარფიანი ამბავი. მოკლედ ლად კაი ამბავი ვერ მომევიდა ჯვარი აქაურობას. ნუ კარგი, ეხლა დაუძახე. ისა თუ გინება გაიგოთ კიდენი არ შეგეშინეთ. ეგრე იღვიწებს ხოლმე. მიხო. კარგი, კალო, კარგი რა, პირველივე მიხო გავიგე რაღაც გინდა ერთი. და მე რა თარ მიპასუხე? ვახ, რას გონვიღებდი რომ ერთი კაკა მეგინებინა შენთვის. და რა გინდა რა ჯანტაბაკინა მაღვიძებ. ვიღაცა ორი კაცია მოსული და კითხულობენ. ვინ ორი კაცი რა უნდა ვინ არის? რა ვიცი, აბა ორნი არიან. ორნი არიან? ხო. ის იქნება ეგა მაშინ რა ქვია. მოკერთო კინგი. მოკერთო კინგი იქნება არის კაცი მომღერლები არიან. მიდი ერთი რა უნდა მიშაჭამეთ twin კაცო. რა უნდა თუ მიხო გეკითხებათ? თუ შეიძლება რომ ადგეს დალაპარაკება გვინდა რა. დალაპარაკება გვინდაო თუ არ შეწუხდებაო? დაწოლილსაც ესმის თქო უთხარი კაცო. ვაიმე, უხერხული არის კაცო უცხო ხალხთან. რასაც გეულები ის უთხარი კაცო ვეძინება მე. ხმამაღლა ილაპარაკონო მესმისო აქაცაო. გაგატარდით, მაშინ ბარემ წერილს და წეკითხა და დასტურად ხელი მეეწერა. გამევიდეს ერთი წუთი და შეიძლება? კარგი. ეგარი რაღაცა ძალიან ბევრს ლაპარაკობე, ხო არ უნდა გამოუვარდი მადა. აი, მოდის თქო უთხარი ერთი. ისაბრო. გევიგონეთ ყველაფერი. არაა საჭირო.
გასაგებია რა. ესე იგი იმ ცხოვრებულ მამაშენ საშვილო რა მამაჩემს რაღაც. ეს ასე არ მითხარი? პაპინაცველი მეთქი რა მამაჩემი კაცო. მაინც რა პაპინაცველება გამარკვით. პაპინაცველი ბებიაჩემი გათხოვდა მეორეთ. ეგრეთ რა გასაგებია კაცო. მოკლედ ესე იგი შვილო ლექსო არა? ხო. გამოდის რომ შენი პაპინაცვალი მურტალი კაცი ყოფილა არ უყარეთად სოფელში და ეხლა ბებო შენმა რო არ გაიგო იმიტომ გინდა რომ შამოში გააკეთო მთელი ეს პროცედურა. ხო ეგრეა. მე თავიდანვე რა თან ჩამაყენეთ საქმის კურსი კაცო. ჩვენ სულ არ ვიცოდით ჩემო ძამია. აქანა ვინ რას ყიდავს მაგი ავიც მე და რა ვარც გიგეთ კი მე ვედით აქანა. ასე არა ალექსო? ხო ეგრეა მაშინ. კარგი. აღირო თქვენა მოკლედ ჭირის უფალი ესე იგი მთელი იქ რა ჩასატარებელი ყველაფერი ყვაილების ჩათული და ყველაფერი ჩემზეა. უკაცრავად და ჩვენ რა დაგახვედროთ? გდარი ჯო რა უნდა დამახვედროთ მეტი რა უნდა დამახვედროთ გდარი უნდა დამახვედროთ და ისა ფული გადაიხადეთ აუცილებლად და წინასწარ ფულზე ლაბარაკი არა რამდენსაც იტყვე ოღონდ პატარა შეღავათი კი უნდა გამიგეთოთ ახლა ეხლა ბიჭო შეღავათი და ის ამოდენა რამეს ვაკეთებ კაცო შეღავათ გავაკეთებ ერთი რამე რო აგე ქალები მოუმატებენ ტირილსა იმიდე დავატირე რა ისე რომ იცოდე თანხის ნახევარი უკვე გადახდილი მაქვს და დანარჩენს დასაფლავების მერე გადავიხდი. ვის გადაუხადეთ კაცო? გოგიტას და მოგელის. აი გირა, გოგო მარო. ხო აბა კი არა. მე მზადეთ ახლა გაიგე თავშილები რამე შავები ერთი მეორე მოტრიალთა გუნდი შახკარი ეთო ციო ეთერა თუმცა ეთერა თვითონ საპონია და დევეშვათ და გავაკეთოთ ყველაფერი მაგრათა. გაიგე? მიდი ახლა ასე მიყურებ კაცო. მე მზადე მე კეჭრალები გაიხარ. ხო. შავაკოლეთ ახლა წადით კაცო, მიდი და მოვალ ჩვენ. ბატონო, არ გიხო. მიდი, ხო. რა სარგაი კაცო, ეგეთი პიჭი როგორ უნდა იყოს სხვაგან დაგმარხონ, რავი აბა. რა კაია, სუჩემია აქაურობა, რა არის? ტურისტული კომპანია კეტეორი გისმენთ? დიახ, ჩვენ შეგვიძლია დაგიგეგმოთ ნებისმიერი მოგზაურობა. კი ბატონო. ამერიკაში, კანადაში, ავსტრალიაში, ნებისმიერ წერტილში. რამდენი ბრძანდებით? ოჯახით გინდათ დასვენება 12. ვაიმე გენაცვალე ღმერთმა გამრავლოთ. კარგით მობრძანდით ოფისში და დაგიგეგმავთ ყველაფერს. კარგით. დროებით. მაგრა გამომდის. მამა. რა გინდა? ხო. ვაი მე მოვალ რა სიგინები, ხო? კარგი. აბა თუ პასუხო ჩემზარა სად გიგდია ქალო ტელეფონი სადა მერა მაგრამ იქნება სპეციალურად არა პასუხობს რომ გონია რომ ძალით მარეკინებენ მაგრამ ვინ უნდა დამარეკინოებ შავჯიგარ ვაიმე ეთე როცა ძალიან მინდა მაშინ უნდა გაიქრე ხოლმე აბა თუ გაიგონო ეს ადამიანი ლაპარაკი და სულ ამ ხალიძიებაში და ძებნაში როგორ უნდა ვიყურა მთელი ცხოვრება ხერა ბიჭო დიდი ხანი ეგრე ლეტრათა ხარ როგორ ეგრე შენ თავრე ლაპარაკი ჩემ თავ არა ისაკი გაბრაზებული ვარ ყველაზე რა გაიგო რა მოხდა ვინც ერთი აგური მაინც დადო ეთერაი გადაკარგვაში მეჯავრებით ყველანი განსაკუთრებით კიდე შენი ბრალია ყველა რა გინდა გათო ჩემგან შენი გამფრთხილებული ეთერ აქ რო არ დაგვდა მე და ბაჭამი რამე გათო გაჭამო არა ისა კიდე
აი ეს საუზმე არის სასტუმრო სტუმრებითვი. რესტორანი კი არ მაქვს მე აქ მოწყობილი. ბიჭო, თუ ხელავიღე ნომერი, თელი ღამე გავაფერე. იქნება ეთერა მოიდეს მეთქი. მაინც რაღაცა ბაჭაპე, კაცი არა, კარგაცო. კარგია, ჰა. რა არის ეგა? ჩემი არგისა ორ ნახატი. ისე ეხლა რო უყურებ, კაცშენი ბრალიც არ უნდა იყო ეთერა და გარვა. პატარა საქმეები მაქვს რაღაცა. მე გადავკრათ. მოდი თითო ჩავარტყა და საქმეები მე უფრო ხალისიად გააკეთებ საქმეები. გაიგერა გითხრა. შენ რო ადამიან შემოუჩინდები რა. ერთი ეგეც მიკვის ეთერა აქამდე როგორ ვერ დაიყოლია. დაასხი. გადის თუ არა ჯაჭვი. აბა, დილის მადლი შეგვეწიო, ჩვენ ვერავინ დაგვეწიო. ამინ, მიდი მაგარი გარემოსები და რაღაცები დროზე. აიგე. რა ქაგويس, ამგროვი დღეებში ეწითელის უბრა შეიძლება. რის თქვენ გამამაქციე სამსახურიდან, კაცო, რა გინდოდა? ბიჭო, შენ უხარ სულ სწრაფი შვილო, მამის სვინით ხა. მოკლედ მეზობელ სოფელში მოკვდა კაცი. ეხლა თლათიგეთი არისო, გაიგეშენა იმ სოფელში რომ პანაშვიდები ერთი მეორე და ამიტომ შამოდა უთმეთ მაგასა რომ აქ უნდა გადაუხადოთ პანაშვიდები რომ თავისმა ცოლმა ვერ გაიგო როგორი მურტალი კაცი იყო. იცის მაგრამ აიცა. აიცა კაცო, ჭანჭურა გრიშა რომ მოკვდა, ის რაც არ დავიტირეთ რა, რადგან უვარგისი იყო. გარო, ჭანჭურა გრიშა თავისმა შვილიშვილმა ეგრევე გააქანა სასაფლაოზე და დამარხა და ჩაპლა. ამას კიდე და თავის შვილიშვილი უხდის ყველაფერს და ფულს აღარჯამს, რა ვერ გაიგე? რაო? ამისი შვილიშვილი უხდისო ფულს ახარჯამსო. რაო? უიმე, ქალო, თვითონ იღებს ხარჯებსაო, თვითონაო. მარო, აი ვერ გავიგე რა სალაპარაკობს და ხომ მშვიდობა. აბა რაღა მშვიდობა არის, აი და მეზობელ სოფელში კაცი მოკვდა და ვაიმე, გუბედური ეგა რა ცოდო. აბა ეს არის იწუთი სოფელი, აი ხარ და უცბად აღარა ხარ. დაიცა, ვიცნობდით ჩვენა. იცნობდი, მაგრამ ეხლა შენ აღარ ხარ თლათე ჭანსახატა და აღარ გახსოვს. რა? აიმე, დააცადე რა, გააგრძელე შენა და მე მოუყვები. აცადე, მიხოს, აცადე. ხო და ჩო შენა. არაფერ ჩემთვის არ ვთქვი. მაიხედით ეხლა, მოკლედ. ეკაცი. უნდა დაიტირო თქვენა. თამები უნდა გაიშალოთ და სულ მოუთხაველი ტირილი უნდა გამოუშვათ. გაიგე? ხოდა აი ამ საქმეში 50 ლარს იხდიან. არ დაიწოთ ხლა ბევრაპარაკი. რა სამბობ კაცო? 50 ლარად მე არ დავიტირებ მაგასა. ვინ ხერია კალო, ვინ ჩემ ფეხებია მე რა ვიცი. ყველა რომ მოკვდება უფასოდ ხო დაიტირებ. მე თუ მოკალი არ დავიტირებ და თუ თავისი თამოკვდა კიდე მე კაცი არ დავიტირებ. აშო 50 ლარ. მეტი მინდა მე. შენ რა დედი შენი ზაჭამე ხლა. ეშეზე გამახსენდა ხო არ მოსულა გამოჩენდა იქ. აბა სადარი ხედა ახლა და მე? ვერც მე ვერ დავიტირებ 50 ლარად. მუშაობ, გენაცვალე 50 ლარი რა, დაცინვა. მე შეგველი წიწილო შენა როგორ ემსგავსე დედა შენსა. მოდი აქა. დავიგე ვიყურები. ნეპოტიზმით შენა რა არის? ხო, მაგრამ. მე რა დააყენი კაცო. 200 ლარს მოგცემ შენა. ხო და დაგიწყო თავიდანვე. მიდი ახლა უმთხარი ამათაც. რავი, პრინციპში მე ხვალე შუა დღემდე არა ვმუშაობ და ჩვენი რა მიდის, წავიდეთ ქალებო. ქალო, ძალიან კარგად ვიცი რას ნიშნავს ნეპოტიზმი რა. ნანუ, კარგით ახლა. 100 ლარს მოგცემ და შავთანხმდეთ. რაო? 50 ლარზე დათანხმდნენ ქალები. 50 ლარიო, ქალო, 50 ლარიო, ვიმე. ვერ გავიგე ვერა. რაიმე რა დავაშავე კაცო. ბიჭო, ბევრია მოგელე, აბა მაიცა ცოტა აიგე. ასე იყოს. კარგია მე მგონი, რა სიტყვი შენ, ჰა? ბიჭო, რა ვიცი მე კარგად კიდევაა მაგრეთი ამ კაცის სურათი, მაგრამ რაღაცა სხვა სიმპათიური კაცი მოგვეძებნა ვინმე და იმისი ფოტო არ შეიძლებოდა კაცო? არ უხდება ეს სურათი შამოს.
სევდა არ მოაქვს, სევდა გამიგე? ხო. რასამო ბიჭო, რა სიმპათიური, ხა? ალპაჩინოს ხო არ დავკიდებდით, გაგიჟდებოდნენ ამ მისიანები. რასამა ბიჭო? რომ მოგდა იმაზე არ გაგიჟდეთ და სურათზე გაგიჟდებოდნენ? ვაიმე რას გავს? კოლა მოდი. მოდი კოლა. რა ხდება ბიჭო აქ, ჰა? კლიენტი მოკარით თქვენ ჩემი ისე მოწამლეთ? უამას როგორ შენ? ჩუმოდი გავი? ხმას თუ იგებ? აგიცი დაწადი. მიდი აბა. გოგიდი? შენ აუხსენინა? უფრო კარგად ჩამოუყალიბებ შენ წინადადებებს და აზრებს იურისტიკაცი კარტმაინც ბოლოს და ბოლოსაც არ უნდა იყოს. მიდი აბა. ო, მამის მინე აქეთა კოლა, მოკლეთა. ხო. აი, როგორ გითხრა რა? არც თუ იგრე სახარბიელო წარსულის მქონე კაცი დაიღუპა გვერდზე სოფელში, ხო? მე დამტირებელი ამას არ აიყავს, კუბოზე ხელის მომკიდი ამას არ აყავს, ნათესავი ამას არ აყავს. არავინ ბიჭო გაიგე. ერთი შვილი ყავს, ფულიანი, ხო. ო და იმანა გთხოვა რომ აიო თქვენაო იქნებაო ჩვენი ნათესავები იყოთო, მოვიყვანთო მანდაო დავასვენებთო დამტირალები, კუბოის ხელის მომკიდები. ნუ მოკლედ რა, თქვენ იქისრეთო ეგ ამბები ამ უბედურისთვინა რა, ხო? ბიჭო, თუ ყველას ფეხებზე ეკიდა ეს უბედური, მაგ ჩვენ ვიღას ვატყუებთ, ჰა? კოლა? ხო. მე აგიხსნი. მიდიო. თუ მე ბიჭო ერთი ახალგაზრდა ბიჭია გამიგე? ხო. ფულიანია გამიგე? ფული გაია. ხო, ფულიანია და იმისი პაპის დაცვალი ყოფილა თორმე. აბა, ვეხმარებით რა. ბიჭო, ხო იქნები ჩვენ გვერდშია, ჰა? შილა იქნება. არ იქნება ბიჭო, რა სიძახი, ოჰო, წაოსია შილითაო. მაშინ თქვენ გვერდზე ვართ მაგიდე და ჩუდი გავი ბიჭო. ნუ იგინები არ შეიძლება გინება. დარზე შენ არ გაგიგია, ან კარგს ამბობენო, ან საერთოდ არაფერს არ ამბობენო გამიგე? ეგრეა. კარგს ამბობენო. ხო. კაიო. ვაი შეუბედურო რა დაგებართა, ჰა? მოხთალო წუთი სოფელო, ტაჯული შვილი გშორდებიო. ბიჭო, რა ერქვა საწყალსა, ჰა? ისა ლექსომა კორნელაო, ხო? კორნელაო. კორნელა, ხო. კორნელა რა დაგებართა ბიჭო? რა დაგებართა კორნელა? რა დაგებართა შეუბედურე რა? ო! არტისტიკა! არტისტიკა! აფსუს კორნელი რა გაწიწა გვექცა ბიჭო? აფსუს კორნელი. კარგი, ნუ დაიჭმუჭნე, აღარ არის. ჯო, მართლა აღარ არის არაგი და რა გავაკეთო აღარ ვიცი, ჯო. მაიცა. დასავლეთელები მკვანდნენ სტუმრათა. 3 ლიტრიანით დამიტოვე ღვინო. ო! ეგე? ო! მაიტა და ეს წავიგდოთ ეხლა მაგი დედაცვატირე მაგის. ვიჭი გებაიდა. ეხლა ვერ ჯო, რა და სული არ მომწონს ხო იცი? სული რა, დუქი ხო არ არის ზედ დაისხა კაცო. მაიცა აბა გემოვნახოთ, მაიტაკა. აბა დაიჭი. ჯო, ვიდიგი აქ, მაგრამ არა კაცო არ მომწონს სული კაცო. მიდი დაიკა. კაი, აბა, ეთერა გაუბრძოს. ჯერ არ ვიცი რა ვინოა და ეკადრება თუ არა იმი ანგელოზი ვითქალ, მაგრამ თვითონ დავნიო და მე ვნახოთ. აუ მარჯო, მალე გამოჩენილი ყო და გეხარობინოი ჩემი გული. კარგი, ხო, შენც. ბიჭო, დავწამლავს ეს შოპერძაღლი რა არის რა მაიტანებ, ნუ დიმეტროლი გემოაქ რაღაცა კაცო. ხო, მაგრამ დიმეტროლია დარიშხანი ხო არ არის რომ დამხოცვე კაცო. რა მე არ დავიხოცნეთ კაცო, რა უბედურება. არა, გეცო ნუ გეშინია, მაით ერთი გოგია გავიხსენოთ რა. შეგედაცვალე გოგია. კაი კაცი, საგვარელი კაცი. დიდი წვლილი აქვს შენ აღზრდაში და რას დაგაგლოგიდე მე გადავთავებ თუ ეთერა მიმიშვა. ეიცა ბიო. სათუ მიგიშვა. შენ აღზრდაში თუ მიმიშვა, ბიო, დაგიყვან ჩემთან იმოდენა ვენახები მაგ. ამოგიყენებ გვერდზე და ვიქნებით ხოშიანად მე და შენ. მაინე, გოგია ხსოვნა იყო, არ დავიწყება, კაცო. კაცო, გოგია გამომარჯვე მეთქი და შენ საწახვალ ერთი გამაგებინე რა. ო და გოგია ხსოვნა იყო, კიდე გეუნები, კაცო. მაგრამ მაინც ვაიმე და არ მომწონს, კაცო. ჯო, თვალები მევლირდება ეს ოხერი, რა წინი გავაკეთო, ჯო. თვალები მეძინება, კაცო. იცი რათა. ძალიან მოვდუნდით ჩვენა და მაგი ბრალია ეგა. მაიტა განსხვავებულები მივცხოთ მაგი დედაც. მიდეგე გადმაიღე მაშინი დიდებისა გადმაიღე იქნებ გაიტანო, კაცო. ეგრევე ზა.
საწავიდა ახლა ესე თუ მაგისი დრო იყო? ხალხო შავები არ აქონდათ არც მაგასა და არც სიოსა და საყი გაწავიდნენ. უხერხულია ჭირის სუფალთან ახლა. ო, ისე შენც მართალი ხარ. მარო გამოგიტყდები და ცოტა არ იყოს მეუცნაურება აი ამ სხვისი ჭირის სუფლის დატირება. მე შენია კიდეც არა. ნანუ შენი არ იყოს გო? მეც მეშინია ცოტა. მე რა ვიცი ვინ იყო, რა იყო? მეინტერესებს. ხალხო მაგისი კი არ მეშინია. ფული რო არ გადაგვიხადონ მაღაზე ვიძახით, თორე სუფეხებზე არ ამკიდია ვინ იყო? მე არა გასო გადაგვიხდიან. აი მე მელოდით არა ჩაჩნებო დედა სადა იგარ გულაბუს გვიხეთქა ხა გენაცვალოს დედა ხო იცი რომ მე არასოდეს არ ვიბარებ სად მივდივარ სად მომდივარ ვეღარ შეგვეთ ამასა ნანუ შენ როგორ ახარ გავიგე რომ ბიზნესი წამოგიწყვიათ ხო ჩახ თქვენა რა ბიზნესი ხოლო საჭირის უფლო მე ეგა ხალხო ერჯერადია შესაიდან იცი მე ჩემი ინფორმატორები მყავს ხომ არ დაგავიწყდათ რა სამობდე და მაგისი დავიწყება როგორ იქნება მე გეუბნები რა ძალიან მეშინია მე აი ამ ქალისა რა აბა ეხლა ყავა მამიდუღეთ და თან მიამბეთ რა ხდება და როგორ ხდება და რამდენს გვიხდიან რაო გვიხდიანო ვერ გავიგე ხალხო შენ საქმეში ხარ ვიმე აბა თქვენ არა მარტო გაგიშვებთ აბა ეხლა დატრიალდით მეთქი ეთერა დაბრუნდა ეთერა ესე იგი ხვალ 12 საათის მელოდების ტავას ხო ესე არის ტავას კი რაღაცა მიცვალებულს ხო ხო და აბა ჩვენ ზადმავთ ყველაფერში ხო ესეა ეგრეა ხო ბატონო კი ხვალ გადმოვასვენებთ მაგრამ სასახლე ესწრება სასახლე რა მაიტანონ მაგ დროსა ხო მაგრამ შეიძლება ცოტა დააგვიანდეს ბევრი არა ძმაიო რა პრობლემაა ვერ გევიგე მომისმინე აგერ ტახტზე წამოაწვინოთ ცხონებული მაინც ვერ გიგებს საწოდავიდა ამას მაშინ სასახლე წამოგვეწევა და ის იქნება რას მე წამოგვეწევა ჯვარი გვეწონოს წიე ჯვარი გვეწონოს რას მე წამოგვეწევა წამოეწიოს ჩვენ კერს გამიგე უყურე შენ ო ბიჯუ ისე ბაბოშენიც ხო სამის წინ უნდა მოვიდეს ო და ყველაფერი ხოშიანად იქნება ეგრე არ არის იმოგილ ხა ეგრეა კი ო წყალი არ გოუვაძავი მოკლედ რა ნამდვილი საქმის ხალხი გაგიცანით რა ეგრეა აი ხლა წავიდეთ თითო ჭიქით აღვნიშნოთ რა აი რა ეგადრება კაცო რა საჭიროა რა გინა ბიჯო იქნება კაც როგორი გულით უნდა ჩვენთან თითო ჭიქააციოს და ვირა ყოფილა ისა კაცო რა ვარი ფულბარილები იშლებოდა შამოში სხვაგან უნდა მეპატიჟებოდნენ და მივდიოდი ახლა მე სხვაგან არ არის პრობლემა ერთი კაი ადგილი ვიცი თელავში სასადილო ნომერი 1 არის კრუგთან მაგარ რაღაცებს აკეთებენ იქ წავიდეთ დედასკეპიცები ზედმეტი ახლა არა ეხლა კაცი ეგრე ითხოვს ბიჯო ვარი როგორ უნდა უთხრა უარი ჰა მაიხეთი აქეთა ბიჯო წვნიანები ხო იქნება ხაშლამა ჩაკაფული ჰა ბიჯო შეცვლია ყველაფერი იქნება რა წავიდეთ რა წამო მაშინ ასავხედო წამო ხა მოდი კარგია ხაშლამა რომ დააძალებ კაცრა რა აი ყველაფერი კარგია გავიგე მაგრამ მოდიარებში კიდე ვინას ხედან გავიგე რომ ჩემეთოსა თანხმობა უთქვია ყოჩახ შენა გენაცვალოს ბებო გენაცვალოს ეთოც იქ იქნება და იმისი დედამთილიც ნო იმეციო მაგარი იმეციო ნერვები მე არა მაქიკა მაგრამ კივილი და ტირილი თუ გინდა მაგას არ ეშლება საჭირო მუშახელია ნანუ შენ როგორ ფორმაში ხარ გოგო ჰა გამოცოცხლდი რა მოგივიდა აი ახლა ეს მითხარით ეგ ყველაფერი გასაგებია მაგრამ აი ტყავი ვის ეხება ვისა რა ტყავი ქალო ამანა რომ არაფერი არ იცის მაყუც მეთქი ვინ ანაწილებს თქო ვინა და მიხო გაო ვინ გაანაწილებს ხო
გამომივიდა ეგეც ახლა. რა იყო ახლა რა ვითომ? რაც იკბინები? კარგი ხო, არაფერს არ ვიკმინები, კაცო. მიდი ახლა და დაურეკე. ეთერას თქო, როგორც ამ საქმის ხელმძღვანელსა თქო, მეტი ეკუთვნის, ვიდრე ჩვენა თქო. ვითომ რათა ერთი ვერ გავიგე? ნანუ. შენ რამე პრეტენზია გაქვს? თუ მეჩვენება ერთი მითხარი? არა ქალო, ისა პრეტენზია არა მაქვს. ჩემი მამცენ და შენ რაც გინდა იმას ისა ის გიქნია რა ქვია. გაგა იმას ქნებ შენა. შენ ცოტა ჭკუით იყავი. მიდი ხო დაურეკე გოგო. დროზე დაურეკე მიხოსა, მიდი. ხო. ალო, მიხო. დედა ჩემი არის აქა. ხო, ცოცხალი, მაგას კითხვა უნდა? ხო და ამბობს რომ მაგ საქმის ხელმძღვანელიო მოტირათა დარგში. მე ვიქნებიო და თუ არ უნდაო რომ სკანდალები შეუქმნაო, რასაც მოვთხოვო, ის უნდა მამცესო. ხო, კარგი. რაო, შევთანხდითო, კაცო. ვაი, მე არ შევთანხმდებოდი და დავამსგავსებდი ვაზიანის მიშენიასა. თვითონ სადაგდია, სად არის თვითონა? დასხევასო და გასცი გოგია, მაყავ ხვალის twin მუსიკოსები. მე მოკლეთა წავედი რა, მე და ხვალა გნახავთ რა. ხო, წადი ნანუ, წადი და ხვალე გამოპრანჭულია ეგ შევხვდებით ერთმანეთს. ყოჩაღათ იყავი, აბა ჰე. კარგი ხო, მიდი. ხო. ბორგერ! ჩაკარე ხინკალი მაგი დედაცვათირება. 20 წალი. აუჩო. რა დამალევინა ამ ჩემის. ეთყობა რაღაცა იყო გარეული. ბიჭო ბორგერ. რა არის კაცო. მე მოვუჭო. აღარ მინდა აღარ ჩადის. ალგე წავიდე. მიხოთ როგორ მეუნა. მიხოითან მაიტანა. დაქვედე ვეგდები მაგით დაცვად. აი. დაურეკე ბიჭო, 20-იან შოთას დაურეკე. ბიჭი მამტაცა. რათა ნერვიურო, ბაბა შენ არ მიყვები და ეთყობა დაიმარტო ხელა და აიტაცა. მიხო და მარო. ეუნები აქ ამბები დატრიალდება, ივიდე და არა თავის ლაპარაკი და ბამეხმარეთ ამ მატრიალებინეთ რა. მოდი აბა მოდი. ბიჭო, ეს თედუ არ არის კაცო. გამსდა. ვანდი აი თედო ძინავს. ცეცხლიდალია მაგადა ნაფთები. გათიშულია. აქ ეგ თუ წუხელი გახ. ეხლა რო ეთერა მაგაი დაინახავს, ჩემი სიტყვი. აიქნება გაიყვეს თანა და გავსწორდე წერილზე. ხალხასდა მოვყოლია შენ, ჩემოძამი. რა მოგივიდა პიკვინაზია? ნაგავს შენს ბიჭს ანაღენ. ვაი, მე